Ამდენად ვიცნობ ჩვენ საქართველოს დღეს. რა დაგვემართა 21 საუკუნეში პროპაგანდა საწარმოებებს მშვიდობასთან დაკავშირებით. აქ საუბარია იმაზე, რამდენად ვიცნობ ჩვენ ტერს, რამდენად ვიცნობ საკუთარ თავს. გამარჯობა, ვემსახურები საქართველოს ჩვენი ძალა ერთობაშია. გამარჯობა, სიტყვა რომელიც გამარჯვებიდან მოდის, საქართველოში ეს ისტორიულად და ტრადიციულად ჩამოყალიბდა, რაც ბრძოლებს უკავშირდება. ბრძოლებში, რომლებშიც უმეტესობაში ჩვენ გამარჯვებულები გამოვედით. ეს იყო ერთგვარი ხარება ერთმანეთისთვის, რომ კვლავ გავიმარჯვეთ. რა დაგვემართა 21 საუკუნეში, რატომ ყავს თანამდებობაზე ისეთი პირები, რომლებმაც ამ სიტყვას მნიშვნელობა დაუკარგეს. ვიდეო არ არის იმაზე, რომ რატომ ვიქეცით ჩვენ დაშლილების ქვეყანად. ეს ვიდეო არ არის იმაზე, რატომ ყიდულობს ქართველების უმეტესობა მეორადებში თანსაცმელს, რატომ ყავს მექთამეები. ამას თავისი ახსნა აქვს, რაც იმას უკავშირდება, რომ 32 წელიწადი, 33 წელიწადია ხელისუფლებაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არ აქვს პირები, რომლებიც შეძლებდნენ გამართული სახელმწიფოებრივი წყობილების ფუნქციონირებას. და დღეს განსაკუთრებულად ყავს ისეთი ხალხი, რომელსაც რატომაც ომის ეშინია და მოსალოდნელი თუ გაურკვეველი ომის, ჰიპოთეტური ომის თავიდან არიდების მიზნით პროპაგანდა საწარმოებებს მშვიდობასთან დაკავშირებით, რომლის ფორმულირებაც სტრუქტურაც მშვიდობაზე მოგსაუბარი გაურკვეველი არის. თავარი კითხვა ისმის, რატომ უნდა გვეშინოდეს ან თუნდაც პოტენციური ომის, რომელიც ჩვენგან არ მომდინარეობს, არასდროს ყოფილა ჩვენს ისტორიაში, რომ ჩვენ ვიღაცას თავს ვესხმოდით, ან ვიღაც დამპყრობელი მოდიოდა, გვეკითხებოდა ომი გინდათ, ჩვენ პასუხობით არ გვინდა და ის უკან გაბრუნდებოდა. აქ საუბარია იმაზე, რამდენად ვიცნობ ჩვენ ტერს, რამდენად ვიცნობ საკუთარ თავს. ამისთვის აუცილებლად მოვიყვან მაგალითად სუნძის ციტატას მისი ნაწარმოებიდან ომის ხელოვნება, რომელიც ამბობს, რომ თუ იცნობ საკუთარ თავს და თუ იცნობ მეტოქეს, ყველა შენი ბრძოლა მოგებული იქნება. მაგრამ თუ იცნობ საკუთარ თავს და არ იცნობ მეტოქეს, მაშინ ნახევარი ბრძოლების მოგებული იქნება, ხოლო ნახევარი წაგებულს. ხოლო თუ არ იცნობ არც შენ თავს და არც მეტოქეს, მაშინ ყველა ბრძოლა წაგებული იქნება. რამდენად ვიცნობ ჩვენ საქართველოს დღეს. დღეს დღევანდელი მდგომარეობით გარკვეული ნაწილი მოქცეული არის პრორუსული პროპაგანდის ქვეშ და საუბრობს დასავლეთი არის ცუდი. მეორე ნაწილი, ასე მცირე ნაწილი რატომღაც მხოლოდ დასავლეთზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსეთი არის ცუდი. პროპაგანდისტული ტრენდები არის გაღვივებული საქართველოში პროამისტები, პროინისტები. მოდი ვისაუბროთ ქართულზე, საქართველოზე და არაერთ ვიდეოში აღნიშნავს, რომ მტერი ყავს ბევრი და კონკრეტული. თუმცა და ეს ძირითადად ჩვენ სამეზობლოს ეხება ასევე სხვა დიდ სახელმწიფოებს, ზესახელმწიფოებს, ეგრეთ წოდებულს, რომლებსაც აქვს სოფლიო გავლენები და საქართველოს მათი ბრძოლის ინტერესებში არის. რამდენად ვიცნობთ ჩვენს მტერს? არაერთხელ აღნიშნავს, მტერი ყავს ბევრი სამწუხაროდ, მაგრამ რამდენად ვართ ჩვენ შემძლებელი იმის, რომ ყველა სათანადო პასუხი გავცეთ. ყველა მტერი განსხვავებული ყავს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, ის საფრთხე, რაც დღევანდელი რუსეთიდან მომდინარეობს, მსგავსი საფრთხე არც ერთი ჩვენი მტრისგან არ მომდინარეობს. ზოგიერთი ჩვენი მეზობელი შესაძლებელია ეკონომიკურ ბერკეტებსაც იყენებს ჩვენ წინააღმდეგ, თუმცა სახელმწიფოს გაქრობის საფრთხე მხოლოდ რუსეთიდან მომდინარეობს. ამიტომ ამ გარკვეულ რამოდენიმე სერიას, რამოდენიმე ვიდეოს, რასაც ჩავწერ, ეს მიეძღვნება რუსეთს. რამდენად ვიცნობ ჩვენ ტერს, ნომერ პირველ ტერს რუსეთს, რომელიც ისრაფის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებისკენ. რუსეთი, რომელიც დღევანდელი თავისი მიდგომებით და თავისი დოქტრინით არ აღიარებს ერებს, მის გარშემო აღიარებს ყოველს ხალხებს, რომლებიც მას უნდა ემორჩილებოდნენ. ხოლო ერები, რომლებიც ისრაფიან კონდეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ფუნქციონირებდნენ როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნები, რუსეთს ასეთი სახელმწიფოები თავის გარშემო არ აწყობს. ამიტომაც ერთ-ერთი საფრთხე და ერთი სამიზნე რუსული ომის ვართ ჩვენ. 21 საუკუნეში რუსული ჰიბრიდული ომი, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ რბილ მიდგომებს და იგი
საკმაოდ ისეთ აგრესიული ფორმებით ძალის გამოყენებაზეც გადადის. ეს ჩვენ 2008-ში ვიწნიეთ, უკრაინა ამას გადის და არ ვიცით ვინ იქნება შემდეგი. იმისათვის რომ გავიგოთ რა ჩამოაყალიბა ასეთი რუსული მენტალობა, ჩვენ ისტორიას უნდა შევხედოთ. ერთი რუსეთი თვითონ ტერმინი არ არის რუსია, რომელიც განსხვავდება რუსისგან, რომელიც კიევის რუსეთიდან მომდინარეობს, კიევსკაია რუს. რუსეთის ისტორია კი ასეთი არის. კიევის რუსეთის მთავრობისგან გამოყოფილი ნათესაობა აღმოსავლეთით მოსკოვის ჭაობებში აფუძნებს მოსკოვის სამთავროს, ეს ემთხვევა მონღოლეთის იმპერიის აღზევების პერიოდს და პირველი შეხება მონღოლებს აქვთ მოსკოვის სამთავროსთან. მათ ეძლებათ ფუნქცია შეაგროვონ ხარკი დასავლეთ სლავების სახელმწიფოებისგან და მოსკოვის მთავარი აწვდის ამ ხარკს მონღოლებს. 19 საუკუნის ბოლოსთვის ეკონომიკურად მოძლიერებული და ჯარით გაძლიერებული მოსკოვის დიდი სამთავრო და მონღოლეთის იმპერიის დაშლის პერიოდში ახერხებს თავისი ცენტრის შექმნას და 16 საუკუნეში უკვე იქნება მოსკოვის სამეფო სახლი. ასე არის მე-18 საუკუნემდე და პირველად პეტრე I უწოდებს მოსკოვის სამეფოს რუსეთის იმპერია, რასიისკა იმპერია, რომელიც იტალიური როსიდან მომდინარეობს. ასე ვითარდება კიდევ 2 საუკუნე, შემდეგ ტრანსფორმირდება საბჭოთა კავშირში რუსული იმპერია და მეორე მსოფლიო ომის მერე აღმოსავლეთ ევროპიდან დაწყებული საკმაოდ დიდ ტერიტორიულ ზენიტში იმყოფება და მაგრამ 91 წლისთვის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის ტერიტორიულად მცირდება და ამ პერიოდში ზუსტად იწყება რუსეთში ახალი პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება, რაც არის რევიზიონიზმი, უკმაყოფილოები არიან ტერიტორიების დაკარგვით და ამიტომ ისინი ცდილობენ განახორციელონ საზღვრების რევიზია და პირდაპირ დაქვემდებარებაში დაიბრუნონ ის ტერიტორიები, რომელიც ოთხდღაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა. რა განაპირობებდა რუსული იმპერიის სიძლიერეს, ეს არის უხეში სამხედრო ძალა, მონღოლების გადმონაშთი, რომელიც ურდოების სტილით იყენებდნენ საუკუნეების განმავლობაში მოსკოვის სამთავროდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსული იმპერიის ბოლო პერიოდში ნელ-ნელა რუსეთი იწყებს გარკვეული სპეცსამსახურების ჩამოყალიბებას, რომელთა მიზანი იყოს ომის დაწყებამდე გარკვეული ღონისძიებების ჩატარება პოტენციური მოწინააღმდეგეს სახელმწიფოში, მათი დასუსტების მიზნით იმისათვის, რომ ადვილი განხვდარიყო უკვე სამხედრო ინტერვენცია. პირველი ეს იყო ოხრანკა, შემდეგ ამას მოყვა NKVD საბჭოთა კავშირის პერიოდში, რომელიც გარდაიქმნა KGB-თ და თავდაცვის სამინისტროში GRU-თ და დღეისათვის რუსეთში ფუნქციონირებს სამი სპეცსამსახური, ეს არის FSB, GRU და SVR. ანუ გვაქვს სრული სურათი, როგორ ფუნქციონირებს რუსული ომის მანქანა, რუსული ჰიბრიდული ომის მანქანა, რომელიც იყენებს როგორც რბილ მიდგომებს სპეცსამსახურების სახით და ასევე უხეშ ძალას. მოდი იმისათვის კარგად გავიაზროთ, შევხედოთ რუსეთის ტერიტორიულ ექსპანსიას მე-16 საუკუნიდან მე-18 საუკუნეში და აი ამ მწვანე ფერების მიხედვით, საუკუნეების მიხედვით როგორ ხდებოდა რუსული ექსპანსია და ერთი ნიშანდობლივი თვისება ის არის, რომ რუსული ექსპანსია მიმდინარეობდა აღმოსავლეთით, რადგან მისგან დასავლეთით მდებარე ევროპული ერები და ევროპული სახელმწიფოები არ უშვებდნენ მათი ინტერესების გატარებაში იმისათვის, რომ დაეპყროთ. თუმცა მონღოლების მსგავსად, რადგან მათი გადმონაშთები არიან, ისინი მუდმივად ისწრაფიან ევრაზიული დომინაციისკენ. აი ეს არის ახლა უკვე რუსეთის იმპერია მე-20 საუკუნეში, როდესაც როგორც თვითონ ამბობენ, პლანეტის 1/6 ეკავათ თავისი აღმოსავლეთ ევროპით, კავკასიით, ცენტრალური აზიით. მაგრამ მე-20 საუკუნის ბოლოს აი ესეთი ფორმა მიიღო რუსეთმა, შეიკვეცა მათი ტერიტორიები, რაც იწვევს რევიზიონისტული პოლიტიკის გაძლიერებას კრემლში
და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღადგინონ ტერიტორიული დომინაცია იმ ტერიტორიებზე, სადაც დაკარგეს. ეს არის ცენტრალური აზია, ეს არის კავკასია, ეს არის აღმოსავლეთ ევროპა, როგორც მინიმუმ. მერე იმის მიხედვით, რამდენად მიეცემა შესაძლებლობა. აი ეს იყო მოკლე ისტორიული მიმოხილვა რუსული სახელმწიფოებრიობის და იმპერიული აზროვნების განვითარების. ამიტომ ვამბობ, რომ რუსეთი არის დღეს ნომერი პირველი მტერი საქართველოსთვის იმ კუთხით, რომ დაიბრუნოს თავისი გავლენის ქვეშ. როგორ აკეთებს ამას? ამას აკეთებს უკვე სახელმწიფო მმართველობის სისტემის დამორჩილებით. რატომ უნდა იომოს ქვეყანაში, რატომ უნდა გაიფუჭოს ურთიერთობა სხვა ზე სახელმწიფოებთან და გეოპოლიტიკურ ცენტრებთან, როდესაც შეუძლია მარტივად არჩევნების გაყალბების გზით მოიყვანოს ისეთი ხელისუფლება სახელმწიფო სათავეში, რომელიც მათ ინტერესებს გაატარებს. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის 80%-ის ნება სახელმწიფოს მართვის არის უგულვებყოფილი გარკვეული ჯგუფის მიერ. 2020 წლის არჩევნების გაყალბდა მასობრივად გაყალბდა 2024 წლის არჩევნები და ეგრეთ წოდებული წარმოსახვითი ლეგიტიმაციის ქვეშ მოქმედებს გარკვეული პირთა ჯგუფი, რომლებიც ლაპარაკობენ იმას, რომ თურმე მშვიდობა უნდა იყოს და გაურკვეველია რანაირი მშვიდობა უნდა იყოს, რანაირი სტრუქტურა არის თუ არა მშვიდობა ის, რომ ადამიანს არ შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებით. კვების პრობლემა აქვს. არა მარტო სკოლაში, არამედ ძალიან ბევრ ოჯახში ჩაცმის პრობლემა აქვს. ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილს ფინანსური და ეკონომიკური პრობლემები აქვს და ელემენტარულ საყოფა ცხოვრება მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებენ. რატომ დადის ამ ქვეყნის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ევროპული წარმოების მანქანებით? და ის ხალხი, რომელიც მცირე ნაწილი, რომელიც ამ ქართული ოცნების რუსეთიდან მომდინარე პროპაგანდას აყვებით. აი ესე მდგომარეობაში ვართ, არა გვაქვს ჩვენ შეცნობილი არც საკუთარი თავი, ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებაში აღარავინ დარჩა არც ერთ დონეზე ისეთი, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს კარგად შეაფასებს, მოშლილიანი თლიანად და ეს მიზანმიმართულად არის მოხდარი, სახელმწიფო სტრუქტურები ვერ აფასებენ ვინ არის რეალურად მოწინააღმდეგე და რაღაცა მითოლოგიური deep state-ები და რაღაცა სისულელეებით ხდება საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილის გონების გამორჭედვა, რომელიც ყველაზე მეტად ყვირის და აკეთებს საქმეს, რომელიც საქართველოს არანაირად ადგება. შემდეგ სერიებში იქნება უფრო კონკრეტულად, როგორ მუშაობს რუსული ჰიბრიდული ომის მანქანა, კონკრეტული გამოვლინებებით. მემსახურები საქართველოს ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ შევძლებთ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ესე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება სისტემა, უბრალოდ თავისი დაშვებული შეცდომების სიმძიმით ჩამოიშლება. ისე რომ არავინ ამაში ისეთ მნიშვნელოვან წვლილს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ შეიტანს და არავინ არ თქვას, არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ თქვას, რომ ჩვენ შევძლებთ ქართული ოცნების ჩამოშლა. მემსახურები საქართველოს ჩვენი ძალა ერთობაშია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის.